ზაიცევა, არ მესმის, შენი მშობლები ჯერ არ მინახავს. პირველი სემესტრი უკვე დამთავრდა. არ ადარდებთ შენ მშობლებს შენი ამბავი, საერთოდ რას აკეთებ? ყველაზე ბრაზიანი მასწავლებელი. ხო, ცუდია დიანასთან რომ აქვს პრობლემები. შენ რას უყურებ? ეს შენს გეხება. კარგი, ზაიცევა, მისმინე, წელს მოგიწევს გამოცდების ჩაბარება და დამიჯერე, ვერანაირად ვერ მომატყუებ. ალბატონო პეტროვნა, მშობლები დამიქირავებენ კერძო მასწავლებლებს და ყველა გამოცდას ყველაზე მაღალი ნიშნით ჩავაბარებ. ზაიცევა, არ მესმის, რას აკეთებ? შენ რა, აქ სპექტაკლს მიდგავ? ეს TikTok-ი კი არ არის. სკოლა. მის პეტროვნა, თუ შეიძლება დაიცავი დისტანცია რა, თქვენ სალათი შეჭამეთ, ხახვით? ჯანდაბა, რას აკეთებს დიანა? ჯობია გაჩუმდეს. ნასტია, მოდი ჩვენ ფორმულა ვისწავლოთ, ჩვენს გვკითხავს. ზაიცევა, იცი რა, არასდროს არ მომწონდი, ბავშვობიდან არ მომწონდი. მას შემდეგ რაც პირველად შემოვერთდი ჩვენ სკოლას, პირველივე დღიდან. ბავშვობიდან, ქალბატონო პეტროვნა, ჩემი მშობლები იხდიან გადასახადს ამ სკოლისთვის, იმიტომ რომ კერძოა. მე უნდა ვისწავლო და თქვენ უნდა მასწავლოთ, კი არ უნდა მიყვიროთ. ზაიცევნა, ამ წუთიდან მე და შენ მტრები ვართ და შენი მშობლები სკოლაში უნდა მოვიდნენ აუცილებლად 1 საათში. თქვენ რას უყურებთ? ისწავლეთ ფორმულა? ჯიჯი, მიდი დაფასთან. მის პეტროვნა, ვნახავ როგორც იყურებთ, როდესაც ჩემი მშობლები მოვლენ. დიანა, რატომ გააბრაზე ახლა მთლიანი გაკვეთილი დაგვტანჯობს? კოსტა, არ გამიბრაზებია, რა ჩემი ბრალია, რომ ყოველდღე ცუდ ხასიათზეა. დიანა, მე მგონი შენ იმიტომ გიბრაზდება, რომ ბლოგერი ხარ. ხო, მის სიგვერდი შევამოწმე და მხოლოდ 17 გამომწერი ყავს. ხო, დიანა, ვფიქრობ უბრალოდ შურს. რატომ შურს? ჯობია ნორმალური კონტენტი გადაიღოს და არა ფორმულა. ვა, ქალბატონი პეტროვნა ძალიან მკაცრია. ხო, დიანა შარშია. ძალიან გალანძღავენ. ასეთი ბედნიერი რატომ ხარ? მისი შემდეგი გაკვეთილი ჩვენ გვაქვს. ოჯახ ჯიჯი, ვხედავ რომ ყველაფერი გისწავლია. კი, მთელი ღამე ვსწავლობდი. ზაიცევნა და შენ კიდევ აქ რატომ ხარ? ხომ გითხარი წადი მშობლები მოიყვანე მეთქი. ქალბატონო პეტროვნა, ახლავე, ანუ ამ გაკვეთილზე? ახლავე. დიანა, ეს რატო გააკეთე? ახლა მშობლებს დაურეკავ? სხვათა შორის არ მინდა რომ დავურეკო. მალე ახალი წელია და მართლა არ მინდა რომ გავანაწყენო ჩემი მშობლები. ნასტია, ხედავ, მის პეტროვნამ შემაქო. კარგი რა, შენ ნერდო. უფრო ნაკლები უნდა იარო. ჯიჯი, ჯობია გაჩუმდე. ჯანდაბა, მეათეჯი, თქვენ აქ გვისმენდით? რა იყო დიანა, შარში ხარ? რა უიხბლო ხარ? აუ, არ მინდა დღეს მათემატიკა. საშინელება. ქალბატონ პეტროვნას უნდა რომ ჩემი მშობლები მოვიდნენ ახალ წლამდე. საშინელ ხასიათზეა დღესაც და არ მინდა რომ ჩემი მშობლებს ხასიათი გაუფუჭო. დიანა, თუ შენ მშობლებს დაურეკეს, საშინელება იქნება, ხო? როცა ჩემებს დაურეკეს, სახლში მცემეს. უბრალოდ ვიცი რომ თუ დღეს მას ჩემი მშობლები დაელაპარაკებიან, ახალი წლის ფართის გაკეთების უფლებას არ მომცემენ. დიანა, თუ დაგეხმარებით, რას შემოგთავაზებ? ფართიზე დაგუპატიჟებ? ძალიან საინტერესოა როგორ დამეხმარებით. ჩემ მშობლებს დაურეკავთ და ეტყვით, არ მოხვიდეთ დღეს სკოლაში, დიანას მასწავლებელი ხასიათს გაგიფუჭებთ? დიანა, ფართიზე დაგუპატიჟებ? დიდი სახლი იქირავე? ბევრი წვენი იქნება? ხო, სამსართულიანი სახლი ვიქირავეთ. არტემ, შენ მარტო წვენი გაინტერესებს? სხვათა შორის ძალიან გემრიელი საჭმელი შევუკვეთეთ რესტორნიდან და კოქტეილებიც და კიდევ ჩვენი საკუთარი შოუ გვექნება. დიანა, შენ მშობლებს მიიღებ, მაგრამ ჩვენ შენ ფართიზე წამოვალთ. ჯანა, გაგიჟდი, სად იპოვეთ შენ მშობლებს, დახატავთ? გამომყევით, გეგმა მაქვს. მე დედა ვიქნები, არტემი მამა იქნება. ჯანა, სერიოზულად? დიანა, ოდეს მე მასწავლებელს უნახავს შენი მშობლები, არა არასდროს, ხო და დღეს ნახავს. კარგი. მოვედით. ჯანა, რატომ მოვედით დირექტორის ოფისთან? ნაკლები შეკითხვები. მარიუსა, პატრიკ, თქვენ აქეთ იქით იყურეთ. დედა და მამა ახლად გამოიცვლიან. მოიცადე, მომისმინე, რის გაკეთებას აპირებ? ნამდვილად არ მინდა რომ ახალ წლამდე ამ სკოლიდან გამაგდონ. დიანა, შენი ფართი გექნება. მე მომისმინე, ყველაფერი კარგად იქნება. არტემ, რას აკეთებ? დაიმორჩილე იანას. კარგი, მე დირექტორის ტანსაცმელებს ჩავიცვამ და დედა ვიქნები. არტემ, შენ ფიზიკის მასწავლებლის ტანსაცმელი ჩაიცვი და მამა იქნები. ბავშვებო, ძალიან სარისკოა, მაგრამ სახალისოც. ქალბატონი პეტროვნა გაოგნებული დარჩება, როცა დაგინახავთ. პატრიკ, კართან მიდი და ნახე ვინმე თუ მოდის. კარგი. კარგი, წავედით. ჯანა, არტემ, ზუსტად ჩემ მშობლებს გავხართ. ჯანა, სათვალეები გაიკეთე და ქალბატონი პეტროვნა ვეღარ გიცნობს.
ძალიან კარგი დიანა, რა ქვია დედა შენს? დედა ჩემი არის იუნონა იგორევნა. რომელი უნდა გავიკეთო? ბავშვებო, ჩემ მშობლებს საქორწინო ბეჭდები უკეთიათ. ამიტომ არტემ, იანა, აიღეთ ესენი. კარგი, მაგრამ სად იპოვე ეს ბეჭდები? დირექტორის და ფიზიკის მასწავლებლების კარადაში. ჯანდაბა არტემ, არ გეტევა. კარგია, რამდენი ხანია რაც მშობლები ერთად არიან? 14 წელია, რატომ? კარგი იონონა, შენ სულ ცხიმიან საჭმელს მაჭრევ და წონაშიც მოვიმატე. ეგ დედა ჩემს არ ეხება, ის არ აკეთებს საჭმელს. რა გიჭირავს დიანა? უბრალოდ საათია სტილისთვის, გამომართვი? კარგი მეუღლე, წავედით. რა თქმა უნდა, ქმარო. წავედით. ბავშვებო, აბა კარგად მოიქეცით. კითხვებს უპასუხეთ ძალიან მარტივად, როგორც ნამდვილი მშობლები მოიქცეოდნენ და უთხრათ, რომ ცოტას დამსჯით სახლში, მაგრამ ძალიან არა, უბრალოდ ცოტას. პატრიკ, რა ხდება მან? მერთო ჩემო, დეიდა იუნონა, აქ ხართ? მარიუსა, დამშვიდი, მე და არტემი ვართ. ვაუ, მის პეტროვნას საერთოდ ვერ გიცნობ. კარგი, ნაკლები ლაპარაკი. დედა, მამა, ყველაფერი გახსოვთ? კი. კარგი, წავედით სკოლაში. ბავშვებო, კარგად მოიქეცით. ახლა ჩემი მშობლები ხართ. ხო, აი ამ მასწავლებელს ვაჩვენებ. იანა, არ გააკეთო. შენ ახლა მე-10-ჯიდან არ ხარ. თქვენ ჩემი მშობლები ხართ. მაცავით მოიქეცით. კარგი, წავედით კლასში. არა, დასვენებამდე მოვიცადოთ და მასწავლებელი თვითონ გამოვა. კარგი? კარგი. ხედავთ, დიანას მშობლები. ბიჭებო, დიანას მშობლები არიან აქ. ბავშვებო, ყველაფერი კარგადაა. გამარჯობა, დეიდა იუნონა, მასწავლებელს ყურადღება არ მიაქციოთ, ძალიან ბოროტია. ხო, ის ყველაზე ბოროტი მასწავლებელია. ხო, და დიანას არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, ყველაფერი მასწავლებლის ბრალია. ჩვენ გამოვასწორეთ. გამარჯობა, დეიდა იუნონა, ბიძია ტოლი. დედაჩემმა ნება მომცა მალდივებზე თქვენთან ერთად წამოვიდე. რა, მალდივები? სწორად გავიგე? შვილო, ვინ არის ეს ლუზერი? მამა, სხვათა შორის, ის ჩემი შეყვარებულია. დიანა, მალდივებზე მივფრინავთ? ხო, დედიკო. იანა, შენ მე მითხარი, რომ მამა შენს მოუწონდი. რა რეულობაა, ვერ ვიტანამ კლასს. არ მესმის ეს რანაირი შეკრებაა, დაიშალეთ ახლავე. ქალბატონო პეტროვნა, აი ჩემი მშობლები, როგორც ითხოვეთ. იუნონა იგორევნა. ანატოლი. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა, მე ქალბატონი პეტროვნა ვარ. სასიამოვნოა. ჩემთვისაც ძალიან. მითხარით, აბა, გაგაბრაზათ ჩემმა შულმა, იანა? დიახ, ახლა კი მითხარით, რატომ გაგანაწენა ჩემმა შვილმა. აქ 200 კმ/სთ მოვედით. იცით, თქვენი ქალიშვილი ძალიან ნიჭიერია და ასევე ძალიან ჭკვიანიც. ხო, და თუ ესეთი ნიჭიერია, რატომ დაგვიძახეთ აქ? ხო, ამისთვის ჩვენ რატომ შეგვაწუხებთ? ძალიან წუხვა რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ დიანამ კონცენტრაცია დაკარგა თავის სწავლაზე. სულ TikTok-ებს იღებს და ლაივში გადის Instagram-ზე. განსაკუთრებით კიდე ალგებრას მოუკლო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია. TikTok-ებს იღებს, მე რა მეც ვიღებ TikTok-ებს სამსახურში. ხო, ჩემს სამსახურს მე ვუძღვები. დედა, მამა, არ იხუმროთ. გასაგებია, რაც მამა ის შვილი. კარგი. ბავშვებო, მე მომწონს დიანას მშობლები, ისინი ძალიან თანამედროვეები არიან. პატრიკ, დეიდა იუნონა და ბიძია ტოლი კი დღეს გაერთობიან. მნიშვნელოვანია პატრონამ არაფერი გაიგოს. პატრიკ, ჩუმად. კარგი, თუ არ გაინტერესებთ, რომ ის გაკვეთილზე TikTok-ებს იღებს და ასევე ლაივში გადის, მაშინ სხვა რაღაცასაც გეტყვით. თქვენი შვილი მეგობრობს ცუდ ბანდასთან. იანა ძალიან ცუდი გოგოა და ცუდი გავლენა აქვს. რა, მომისმინე, მე ვარ დიანას დედა და მე გადავწყვეტავ ვისთან იმეგობრებს ჩემი შვილი. ჩვენ ვუთხარით, რომ ხოლო დიანას მეგობარი ყოფილიყო და ის სწავლებაზე დაეპატიჟებინა. კარგი, გასაგებია. დიმა, მოდი აქ. მის პეტროვნა, აქ ვარ. თქვენი შვილი დიმას ხვდება. სკოლაში აკრძალულია შეყვარებული სკოლა, მხოლოდ სწავლა. ჯანდაბა, ეს უკვე ზედმეტია, ხო? დიმა, ჩემ შულს 1 მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდე. გასაგებია, ლუზერო. დედა, ეს უკვე ზედმეტია. კარგი, თორემ დიმა, ყველას ვეტყვი, რაც გაქვს შენი საწოლის ქვეშ. იანა, რა აქვს მას? დიმა, რა გაქვს საწოლის ქვეშ? შენ აიქოს ხომ არ მალა? მოიცადეთ მის პეტროვნა. იანა? რა იანა, იუნონა იგორევნა. ეს ჩემი ცოლია, ამას როგორ ბედავ? მშობლებო, თქვენი თავის გაკონტროლება, რატომ შეწყვიტეთ? მომისმინეთ, ეს დეიდა იუნონა არ არის, ჩემი და იანა და ეს არტემია და არა ბიძია ტოლიკი. არა, ჯანდაბა. დიმა, არ გამაბრაზო. მადლობა დიმა, ბონდარენკო, მოიხსენი სათვალეები. ქალბატონო პეტროვნა, მიცანით, გამარჯობა. გამარჯობა.
მომისმინე ზაიცევა, მორჩავ, სო, ბონდარენკო და ზუბოვ. მინდა რომ თქვენი მშობლებიც ვნახო სკოლაში. ხო, და ფართი არ იქნება. დიანა მოგუკლავს ახლა. ალბატონო პეტროვნა, მართალი ხართ რომ ზაიცევას ჯით. მისი იდეა იყო და გითხრა რომ ტანსაცმელი გამოგოცვალა და მისი მშობლებივით მოვუქცეულიყავით. რა, იანა, რატომ იტყვები? იდეა შენი იყო. ისე მე ფიზიკის მასწავლებლის თქვენი ქმრის კოსტუმი მოცვია. მე კი დირექტორის ტანსაცმელი მაცვია. დიმა, ტაქსი გამომიძახე, ზაიცევა, შენ მშობლებთან მივდივარ ახლა შენ სახლში რომ დაველაპარაკო. ჯანდაბა ის რა მოხდა? იმედია ჩემი მშობლები არ მომკლავენ. არ მესმის კოსტას რა ჭირს, რა ხდება? რაღაც მოხდება ახლა. გონი კოსტამ დიმა უნდა ცემოს დიანას წინ. რა? მე არ მომწონს ასეთი ჩხუბები. კოსტა, იჩქარე, მითხარი რა ხდება? კოსტა, კაფეტერიაში გვინდა წასვლა. ხო, ბრინჯი უნდა ვჭამოთ. მოიცადეთ, დიანა, უკვე დიდი ხანია რაღაცის თქმა მინდა. დაცხება ახლა. გოგოებო, რა ხდება? არ ვიცი. კოსტია? ჩემი აზრით, შენ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ სკოლაში. რა თქვა? დიმა დარწმუნებული ხარ? ხო იცი, დიანა აღარ გაპატიებს. არტემ შეეშვი, დიმა მართალი ხარ, დაშორდი დიანას, გაიხედე რამდენი სხვა გოგოა. დიანა, ნახვამდის, აღარ მინდა შენთან ერთად ყოფნა. მე შენ აღარ მჭირდები. მართალია დიმა, ის არაა შენი შესაფერისი. დიმას რა სჭირს? დიმა ტირი ხარ? გონი დიმა გაგიშტა. კაბინას ელაპარაკება. არა, იქ დიანას ფოტო არის. მართლა? ვაუ, რა ხდება აქ? დიმა, სიყვარულმა გადაგიარა? დიმა, ხომ იცი გოგოებთან ასე მოქცევა არ არის კარგი. დიმა, ჯანდაბა, რატო აკეთებ ამას? შემეშვით, უბრალოდ აღარ მინდა რომ დიანას ისე უხდებოდე. აი ბიჭების მხარს მიჭერენ. კი, ვუჭერთ. აჰა, კი. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა კიტი, ჩანთას წამოგიღებ. დიმა, არ მესმის, ეს რანაირი შეხვედრაა? გითხარ რომ მათი მეგობარი აღარ უნდა იყო თუ გინდა რომ ჩემთან იყო. აი აიღე. კიტი, ნახე იქ დიანას ფოტო დავხატე. მინდი შეხედე. კარგი დიმა, წავიდეთ, თორემ უკვე ჩურჩული დაიწყეს. რას უყურებთ? დაბრმავდებით. კიტის ნათქვამი ვერ გაიგონეთ, შეწყვდეთ ყურება. ეს დაინახეთ, სუფთა ჰაერი მჭირდება. აი რატომ დაშორდა დიანას? რატომ მოწონს კიტი? არ მესმის. ხო, კიტი ლამაზი არის, მას მე შევხვდებოდი. ჯული, კარგი რა გონია იმის გაკეთება შეგიძლია რაც მოგინდება? ჰეი, ნასტია, გაჩუმდი, ჩემი მუშტი არ გინახავს? ოხ, კარგი რა არ შემაშინო. რა ხდება აქ? თქვენ მოწმეები გავხდებით. ხო, როგორ დაშორდა დიმა დიანას და შეხედეთ მის ფოტოს რა უქნა. დიანა მას მისცა სამახსოვრო. ჯანდაბა, ეს დიანა მიცის? რა? ხო არ იჩხუბეს? ხომ ვუთხარი რომ დიმა არ არის მისი ღირსი. ის დამშორდა მე, მაშას, ანჯელიკას და ამჯერად დიანასაც. ნასტია, ამაზე ნუ ვიდარდებ, უნდა ამის გაკეთება და გააკეთე. ხო, ახლა კიტისთანაა. ხო, ზევით ავიდნენ, მისი ჩანთა ეჭირა. კიტიმ ასევე გვითხრა რომ არ მიმაშტერდე. არა, რას აკეთებს დიმა? გამარჯობა გოგოებო. ნახეთ, დიმას ახალი საჩუქარი ვუყიდე. აბა მოგწონთ? დიანა, დიმას არ ჭირდება ეს საჩუქარი. ხო, დიანა, დიმა რა? ნასტია, რა მოხდა? რა სჭირს დიმას? დიმა, სათხარ? დიანა, დიმა ძალიან კარგად არის. ხო, არ გაბრაზდე. დიანა, ამას შეხედე? არ უყურო, ცუდად გახდები. მოიცადეთ ბავშვებო, ნუ მაშინებთ, რა სჭირს დიმას? სად არის? დიანა, არ ინერვიულო, ყოველთვის შეგეძლია მენდო გითხარი რომ დიმა არ იყო შენთვის საკმარისად კარგი. დიანა, მძიმედ არ მიიღო. კოსტია, არაფერი არ მესმის, რა მოხდა? ამიხსენით, ხო? ძალიან მალე ყველაფერს ნახავ. არ ინერვიულო დიანა, ყველაფერი კარგად იქნება. კარგი კიტი, შენ დღეს ჩემთან ახლოს იჯდები. მართლა, ძალიან კარგია, მაგრამ დიანას კამიდან გადმოვარდება შენთან რომ დავინახავს. კიტი, ყველაფერი მორჩა დიანას და ჩემს შორის, ჩვენ ერთად ვართ და ჩემს გვერდითი ხარ. ბავშვებო, როგორ ფიქრობთ, დიმას მოეწონება? დიანა, არ გჭირდება დიმა, შენ ძალიან ლამაზი გოგო ხარ. კოსტია, რაზე ლაპარაკობ, რატომ? ჯანდაბა, დიანა ვერაფერს ვერ ხვდება, ხო? კარგი, შევედით კლასში. დიმა, გამარჯობა, გილოცა მომავალ ახალ წელს. და ნახე რა საყვარელი საჩუქარია, შეხედე ისი გაკეთება შეუძლია. კიტი, შეგიძლია ჩემი ადგილი დატოვო. დიმა, იცი რა, შენ ყოველთვის ტკენ დიანას და მოგვიანებით დაგელაპარაკები. კარგით რა, ბავშვებო, ამიხსენით რა ხდება, საერთოდ არაფერი მესმის. კარგი დიანა, მე დავჯდები. დიანა, მე გირჩევ სხვა მერხი აირჩიო. ხო, დიანა, ახლა მე ვზივარ დიმას გვერდით. ანუ რას მეუბნებით? რის თქმას ვცდილობთ ახლა?
კიტი, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, როგორ შეგეძლო? დიანა, კიტი აღარაა უკვე შენი მეგობარი, ეს ხომ გითხარი? ბოდიში დიანა ხდება ხოლმე. ვაუ, ჯანდაბა. წავიდეთ მარუსას ყველაფერი უთხრათ, ვერ დაიჯერებს. მარიუსა, ვერც დაიჯერებ რა მოხდა. მარიუსა, ნუ ღარ თამაშობ. დიმა, დიანას დაშორდა. და კიტისთან შეხვედრა დაიწყო. რა მართლა? ჩვენ დერეფანში ვიდექით, როცა კიტი შევიდა. ხო, დიმამ დიანას ფოტო შეხება და ახლა ყველას ეუბნება, რომ ის კიტის შეყვარებულია. ხო, არ ვიცი შემდეგ რა მოხდება, მაგრამ ძალიან დიდი სკანდალი დატრიალდება მეცხრეაში. ვაუ, რა ამბებია და მე კიდე ამბებით ვთამაშობ. კიტი, როგორ გაბედე? ყველაფერი ხომ კარგად იყო? დიანა არ აუშვოს, ყველაფერი უკეთესობისკენაა. დიმა ბევრ გოგოს დაშორებია და შემდეგი კიტი იქნება. გოგოებო, შეეშვით, თქვენს გარეშეც გაუმკლავდებიან ამას. დიმა, კიტი, იცით რა? ამას თქვენგან არ მოველოდი. და მე თამაში მოვიტანე, რომ მეთქი სკოლის შემდეგ ვითამაშებთ თქო. მაგრამ თქვენ? დიანა, არ ვთამაშობ შენ თამაშებს, არაა საინტერესო. დიანა, წაიღე შენი თამაში. არ არის საინტერესო, დიმა? არა, კიტი, კარგი, გასაგებია. დიანა, ჩემ მეგობრებს ვეტყვი და დიმას ცემენ. რისთვის ჯული? აზრი არ აქვს. დამშვიდდით. უბრალოდ ადრე დიანა უყვარდა და ახლა კიტი უყვარს. დიანა, დააკვირდი, მე მგონი კოსიას შეუყვარდი. რა? მე და კოსია უბრალოდ მეგობრები ვართ. ხო, მაგრამ უყურე, მე მგონი მას გაუხარდა დიმა რომ დაგშორდა. ნასტია, დებილობებს ნუ იძახი. დიანა, ხო, ის გაშტერდება. კოსია, კარგად ხარ? კი, კარგად ვარ დიანა. კიტი, ყურადღებას ნუ მიაქცევ. რა თქმა უნდა, არა. დიანა, ნახე, შეშლილია. ხო, ვნახე, მაგრამ არ მადარდებს. ღმერთო ჩემო. დიმა, შენ კიტი მართლა შეგიყვარდა? ეს არაა თქვენი საქმე, შეგვეშვით. ხო, მეათეჯი, დაგვანებით თავი. ხო, კარგით რა, საერთოდ არ გვადარდებს, უბრალოდ ახალი წყვილი ხართ. ხო. ოჰ, დიანა, ამათ ჩახუტებას უყურებ? ხო, საყვარელი წყვილი. არ მინდა რომ მათ შევხედო. კიტი, შენ ხარ საუკეთესო და ყველაზე ლამაზ გოგო მთლიან სკოლაში. კოსტა, ამის გაკეთება მართლა გინდა? კი, მინდა. ახლა ვხვდები რატომაც ამხნევებდი დიანას. უფ, დიანა, ამას შეხედე. არ მინდა, უკვე ვნახე. ხო, ნასტია, ნუ აჩვენებ დიანას, უკვე საკმარისი ნახა. არტემ, მე მზად ვარ. წარმატებები. დიანა. რა იყო კოსტია? მარტო დატოვეთ, ვერ ხედავთ რომ ცუდადაა? დიანა, გთხოვ, მხოლოდ ერთი წუთით, ძალიან მნიშვნელოვანია. კოსტა, გაუძელი. კარგი კოსტია, გულწრფელად რომ თქვა, აღარაფერი მაინტერესებს. გოგოებო, წამოდით. არ მესმის კოსტას რა ჭირს, რა ხდება? რაღაც მოხდება ახლა. გონი კოსტამ დიმა უნდა ცემოს დიანას წინ. რა? მე არ მომწონს ასეთი ჩხუბები. კოსტა, იჩქარე, მითხარი, რა ხდება? კოსტა, კაფეტერიაში გვინდა წასვლა. ხო, ბრინჯი უნდა ვჭამოთ. მოიცადეთ, დიანა, უკვე დიდი ხანია რაღაცის თქმა უნდა. დაცხება ახლა. გოგოებო, რა ხდება? არ ვიცი. კოსია? ჰეი, დიმა, მე ისევ აქ ვარ. ოჰ, კიდევ ერთი აღიარება დღეს. მე მგონი კი. კოსია, ადექი მუხლებზე ნუ ხარ გთხოვ? დიანა, დიდი ხანია რაც მომწონხარ. იქნები ჩემთან. რა საყვარელია, ჯული, არა, ერთი დაშორდა და მეორეს მასთან ყოფნა უნდა. კოსია, მე დიანა, რას ფიქრობ, თანახმა ხარ? კოსტა, გაგიჟდი? რისთვის ჩემი მეგობარი ხარ? დიმა, კოსტია, არაფერი მესმის. რა ხდება აქ? ეს ხუმრობაა? დიმა, რა ხდება? ახლა ხომ ჩემთან ერთად ხარ, არა? და დიანა რატომ გადადებს? კიტი, იცი ერთ რამეს მივხვდი, რომ დიანა მიყვარს და კოსტა მას ვერ შეხვდება. დიმა, ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ დიანამ თვითონ უნდა გადაწყვეტოს. დიანა, რა სიტყვით, იქნები ჩემთან? კოსტია, ეს დათუნია, ძალიან საყვარელია და ყვავილი ძალიან ლამაზია და მადლობა ძალიან დიდი, მაგრამ არ შემიძლია, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. კარგი დიანა, მე მაინც ვცადე. ამას ხედავ კოსტა, დიანა ჩემთან იქნება. დიმა, ვერაფერი გავიგე. არა, დიმა, ბოდიში, შენთან ერთადაც არ ვიქნები. აღარ მინდა შენი დანახვა საერთოდ. და კიტი, შენ ჩემი მეგობარი აღარ ხარ. გასაგებია? წავედით, გოგოებო. ძალიან დაგვიგალე. წავედით. დიმა, შენ გამო საუკეთესო მეგობარი დავკარგე. ხომ თქვი რომ ერთად ვიქნებოდი? კარგი, კიტი, მაშინ შევხვდეთ. მართლა დიმა, მადლობა, მაგრამ არა. აჰა, დიმა, ხომ მიიღებ. კი, ფირსი ხარ. ახ, ძალიან მწვენია რომ შემიც